ქართლის დედის ქვეყანაში, რომელსაც გვერდით მამა არ ყავს, გადავწყვიტე, რომ პირველი გადაცემა მამების თემისთვის მიმეძღვნა. მზად ხარ? მოდი ვიმსჯელოთ. თუნდაც ცოტა წავიკამათოთ კიდეც, იმიტომ რომ შენ დედა ხარ, მე მამა ვარ. დედები იღებენ თავის თავზე ბევრს თუ მამები იღებენ ნაკლებს. შესაძლოა მას არ აქვს გათავისებული დიდწილად თავისი როლი. მე რაც საკვირველი არ ვსაუბრობ იმ პათოლოგიაზე, როდესაც ბიჭი გონიათ მთავარი და გოგო გონიათ მეორე ხარისხოვანი. ადრე გაიქცე სახლიდან. ადრე გავთხოვდი, რატო გათხოვდი 19 წლის? ვერასოდეს ქმარი ვერ მოგცემს იმას, რაც მამამ დაგაკლო. გამორიცხულია ეს. მამა არ იცის ბავშვებს როგორ ეკონტაქტოს. მე გარკვეული ტიპის ძვირადღირებული საჩუქრები ცდილობენ ამის ჩანაცვლებას. ბავშვები ამას გრძნობენ, როცა მამას და დედას ერთმანეთი არ უყვართ. კაცი ან ყვირის, ან საერთოდ კეტავს ემოციებს. იცოდეთ, რომ მე ასე თუ განაგრძობენ მამები, 10-15 წელიწადში ტრავმირებულს გაზრდიან რა. დარბაზი ყავს აქ და დარბაზის ჩაერთვება კითხვებით. მარტო მე მიმითვალისწინებ საკამათოდ. ვიფიქრე, რომ ადამიანი რადგან იქ არ იყო, უნდა მეთქვა თუ არ უნდა მეთქვა. რა ალტერნატივა შეგიძლიათ შემოგთავაზოთ მშობლებს? რაც უფრო მეტი იცი ფსიქოლოგიაში, აგეთი ტიპის კითხვებზე, მით უფრო ბუნდოვანი პასუხი გაქვს. ტრავმები, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში არის, ისინი არსებობს, მაგრამ ის ჩვენ შეგვიძლია რესურსად გამოვიყენოთ. ეს არის განვითარების ის წერტილი, საითკენაც უნდა ვიაროთ თითოეულმა ჩვენთაგანმა.